არცაა გასაკვირი, რომ მისი საქმე წარმატებულია. ამას განვლილი 6 წელიც მოწმობს. აქვს საშუალება სამკერვალო საქმის ცოდნა, გამოცდილება სხვასაც გაუზიაროს. ყავს თავისი პროდუქციის მომხმარებელი. მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამას კი რა თქმა უნდა ხარისხი განაპირობებს. წლების განმავლობაში თანდათან ჩემი ბიზნესი განვითარდა და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ და კიდევ უფრო განვითარდება ჩემი საქმიანობა, რადგან ალბათ კარგ ნაწარმს, როდესაც ქმნი, ხალხიც გენდობა და შენი საქმიანობა უფრო და უფრო წინ ნახევარი, რაც ჩემ ოჯახში შემოდის, ჩემი მეუღლისთან ჩემ მეუღლესთან შეფარდებით. ნახევარი თითქმის ჩემი შემოსავალი არის. სამკერვალო საქმეს 2008 წლიდან უძღვება. თავდაპირველად თეთრეულისკერვა დაიწყო. შემდეგ საქმიანობა უფრო მრავალფეროვანი გახადა. შეკვეთების რიცხვმაც იმატა. ნათელა კვარაცხელია შვილებთან ერთად წარმატებით ართმევს საქმეს თავს. კლიენტები მყავს, შეკვეთებს ღებულობა გერ ჩანთებს კერა, მე თეთრეულსაც ვკერავ, ხელსახოცებსაც. წინა წელთან შედარებით უფრო მეტ შეკვეთებსაც ღებულობ და უფრო მეტი წარმატება მაქვს, რა თქმა უნდა, რომ უფრო მეტი შემოსავალი მაქვს ახლა. ეკა ბაღათურია ზესტაფონში, კერძოდ კვალითის დასახლებაში ცხოვრობს. ის აფხაზეთიდან დევნილია. ზოგჯერ ამჯერავს, რომ ჩემი საქმე მაქვს, ამბობს ეკა. გქონდეს საკუთარი საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ირგვლივ ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი, მასიური უმუშევრობაა. მეწარმე ქალთა ფონდის დახმარებით ეკა ბაღათურიამ პატარა სილამაზის სალონი გახსნა. მისი მომსახურებით დღეს დასახლების 70-მდე ადამიანი სარგებლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკამ საქმიანობა უფრო გააფართოვა და უფრო ცნობილი გახდა. ამით თავადაც კმაყოფილია და მისი მომხმარებელიც. გავხსენი სახში სალონი. ხო და ჩვენთან ცხოვრობს 65 ოჯახი. მე ყველას ვემსახურები. ყველა არის ძალიან კმაყოფილი და მაქვს შემოსავალი თვეში ასე 200 ლარამდე, რითაც მე კმაყოფილი ვარ. აფხაზეთიდან დევნილი ნაირა ნაცვალაძე 16 წელია ოჯახით ოზურგეთში ცხოვრობს. თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა. მცირე დანაზოგით, რომელიც მის ოჯახს გააჩნდა, ერთი ძროხა იყიდა. გაამრავლა, მაწონის გაყიდვა დაიწყო და ოჯახს შემოსავალიც გაუჩნდა. შრომის მოყვარე ქალბატონი ამით როდი დაკმაყოფილდა. შემოსავლის ხვაგსაც მალევე იპოვა. აჯიკის დამზადება და გაყიდვა გადაწყვეტა. საჭირო მასალის ყიდვაში მას მეწარმე ქალთა ფონდი დაეხმარა. აქედან გამომდინარე ბიზნესიც გაფართოვდა და ოჯახში მეტი შემოსავალიც გაჩნდა. მომხმარებელი მყავს ჩემი კლიენტები ყოველთვის მეუბნებიან როცა სჭირდებათ და მირეკავენ და კმაყოფილი მყავს. დაკვირვება მაჩვენა, რომ სასათბურე მეურნეობამ განსაკუთრებით გაამართლა. ამაზე მეწარმე ქალთა ფონდის ბენეფიციართა საქმიანობაც მეტყველებს. ადამიანები, რომლებიც სასათბურე მეურნეობით არიან დაკავებულნი, ნამდვილად არ უჩივიან თავიანთ ბიზნესს. ასმა ჩხაბერიძე წლებია თავის მეუღლესთან ერთად აქტიურადაა ჩაბმული ამ საქმიანობაში. ფონდელების მიერ მისთვის გადაცემულმა სარწყავმა სისტემამ სათავე დაუდო მისი ბიზნესის გაფართოებას. კმაყოფილები ვართ. ასე თუ ისე ოჯახის აუცილებელ მოთხოვნებს გვიკმაყოფილებს ჯერჯერობით. გავაგრძელებთ მომავალშიდაც ამ ბიზნესს და გვაქვს იმედი, რომ ოჯახი თავის რჩენას შეძლებს. მერი ჩაბრავა საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მიწის ნაკვეთის უქონლობა უშლიდა ხელს. დაინტერესებულმა ქალბატონმა უცნაური გამოსავალი იპოვა. სათბურისათვის საკმარისი მიწა მოასფალტებულ მონაკვეთზე დაყარა და ჩანაფიქრიც გამართდა. მეწარმე ქალთა ფონდის დროული დახმარებით ქალბატონმა მერიმ თავისი საქმიანობის გაფართოება და ამით ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შესძლო. მე მინდოდა ყველაფერი გამეკეთებია ისე, რომ მქონოდა ერთი სახე, მაგრამ არ გამომივიდა ისე და გავაკეთე პამიდორი, კიტრი, ბადრიჯანი და მისი იგი ერთად. 100 ძირი კიტრი, 150 ძირი პამიდორი, ბადრიჯანიც 100 ძირი და ასე ჩემს ოჯახს რო ყოფნის, ჩემს შვილებს ისე ვაკეთებ. წარმატებულ მეწარმე ქალთა რიცხვი გაცილებით მეტია. ფონდის ბენეფიციართა რიცხვიც დღითიდღე იზრდება. მეწარმე ქალთა ფონდის საქმიანობა საფუძველი ჩაეყარა აფხაზეთის საზღვრისპირა რაიონშიც, ხურჩაში, სადაც მეზობელი სოფლის მცხოვრებლებსაც ეძლებათ საშუალება დაესწრონ ბიზნეს ტრენინგებს და ფონდთან სამომავლო ურთიერთობები განსაზღვრონ. ფონდელთა დახმარება მისდათ წერომაში მცხოვრებ მაია ცხოვრებაშვილსაც. მათ არც ახალგაზრდების პრობლემებისთვის აუვლიათ გვერდი.
ბევრ დევნილ თუ არადევნილ ახალგაზრდას დაეხმარნენ სხვადასხვა საქმისა თუ პროფესიის დაუფლებაში. სპეციალური კურსები შევქმნით სხვადასხვა მიმართულებით. ვასწავლეთ ჭრაკერვას, ვასწავლეთ ქსოვას, ვასწავლეთ საკონდიტრო გამოცხებას, ვასწავლეთ სტილისტის პროფესიას, ვასწავლეთ კომპიუტერს, ინგლისურ ენას, ქონდა კურსები რუსული ენისა და საბუღალტერო კურსები. ჩვენ ვაპირებთ შემდგომ განვითარებას, ბევრი რამ უკვე გვაქვს მიზნად დასახული თუ რას გავაკეთებთ ამ მიმართულებით, თუნდაც უკვე ვთქვი მე სოციალურ პროექტებზე. გარდა იმისა, ძალიან მინდა ვიმუშაოთ ინტენსიურად ფოთში, ვინაიდან დევნილთა განსახლების პროგრამაში არის ფოთში რამდენიმე კორპუსის აგება დაგეგმარებული, საიდანაც იქნებიან გადაყვანილი დევნილები საქართველოს თითქმის ყველა регионებიდან. Этот проект, он имеет хорошее будущее. Этот проект должен обязательно развиваться. Сегодня нам известно, что 70% в мире малым бизнесом руководят женщины. Есть очень много планов, много задумок разных, и я думаю, что это направление имеет свое хорошее будущее. მეწარმე ქალთა ფონდისა და ფონდის სოხუმის ურთიერთთანამშრომლობით კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას უნდა ველოდოთ. თანაკურთხელთა დახმარების სურვილი უსაზღროა. წინ ბევრი იდეაა ხორცშესასხამი. მრავალი ადამიანის ბედი ფონდში ყოველდღიური ფიქრის და განსჯის საგანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეტი ადამიანი იქნება დაცული უმუშევრობისა და სიღარიბისაგან.